პირველ სეზონს განსხვავებით მომდევნო სეზონებისგან ცოტა გამართლების ელემენტებიც ახლავს თან. თითქოს საქმეები იხსნება არა გამომძიებლების, ოპერმუშაკების და სხვების გამჭრიახობის, არამედ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე. ვერ ვხედავთ განსაკუთრებულ დედუქციურ უნარებს და მოვლენები ისე ეწყობა ერთმანეთს, რომ გამოძიებას ხელი შეეწყოს. მაგალითად ის, რომ ვანდამ პაუკა დაინახა მისი განსაკუთრებით გამორჩეული მახასიათებელი ტარანტულა ხელზე, შემდეგ პაუკას ჯინორიასთან ერთად მოჰკრეს თვალი. შემდეგ პაუკას დევნისას ბიზნეს და ლექსოს სროლა მოუწყვეს და მკვლელებმა ისე დატოვეს ადგილი, არც კი დარწმუნდნენ გამოუვიდათ თუ არა ბიზნეს და ლექსოს მოკლა. შემდეგ კაკო წენგუაშვილი რატომღაც ვერ მოკლეს და სასაფლაოს საქმეც მისი ჩვენებით გახსნეს. შემდეგ სოფრომაძეს ზუსტად იმ დროს ხედავენ ბანდიტებთან, როცა ფოტოაპარატით მიედგნენ კაზინოს. შემდეგ სოფო ხორბალაძე შემთხვევით შეხვდება ბანკის წინ ჯინორიას და ამოიცნობს, რითიც გეჯაზეზე გავლენ. ბოლოს ზერაგიას ხალხი ბიზნეს და გეჯაზეს რამდენიმე ტყვიას მოარტყავენ და მაშინვე გარბიან, ისე რომ არ ამოწმებენ შეასრულეს დავალება თუ არა და ასე შემდეგ. რამდენიმე კიდევ გამომრჩა. ისიც შეგიძლიათ თქვენ დაამატოთ კომენტარებში.